მოგესალმებით, მეგობრებო, მშვიდობა ყველას, საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ? მე ადგილს ვეძებ ახლა, სად დავდგე? აბა, ჩამოიტვირთება ინფორმაცია, სად უნდა დავდგე? მანამდე დაგელოდებით სანამ შემოხვალთ, მოგესალმებით იუთუბერებს მანამდე და გთხოვთ რომ გადააზიაროთ ვიდეო ყველა ადამიანის გაზიარებას მადლიერებით ვხვდები. მოგესალმებით, შემოგვიეთ და ერთ-ერთი. არ ვიცი რომელი. მე ახლა ქალბატონ მარიამს დავპატიჟებ. დღეს ვისაუბრებთ ქალბატონ მარიამთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს 90-იანი წლების, საკმაოდ გმირული გამოცდილებაც და აი ამ გმირულ გამოცდილებებზე ვისაუბრებთ ჩვენ. თუ რა გამოცდილებები დააგროვეს 90-იან წლებში ქართველებმა, როდესაც ისინი ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ, თუ არ იყვნენ საერთოდ, მაგრამ ისე იყვნენ ეროვნულები და სურდათ მათ საქართველოს გულანთებული ადამიანებისთვის მხარდაჭერა. როგორიც იყო, ასეთი ბატონის ზვიადი და ასე შემდეგ, მეგობრებო, დღეს ვეცდები აი ახლა გადავუზიარო მე მარის ეს ვიდეო ლაიფი, მანამდე გადაუზიარეთ თქვენს ლაიფები, მეგობრებო. იცით რა შვება? ანუ მე ვერ ვპატიჟებ ადამიანს თუ არ არის შემოსული ლაიფში, როგორც მე მივხვდი. და მარი ჯერ შემოსული არ არის ლაიფში და დაველოდები ქალბატონ მარის, თუმცა სულ გადამავიწყდა რომ წინასწარ უნდა დავკავშირებოდი ქალბატონ მარის და მე თქვა მისთვის მეცნობებინა მისთვის რომ გავდივარ ლაიფში. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, იმდენად გადატვირთული დრო მაქვს და იმდენად ამ ბოლო დროს ისე გადაიტვირთა ეს დრო, რომ საერთოდ გონებიდან ამომივარდა ასეთი საკითხი. მოდი ახლა მე მაინც ვეცდები რომ ქალბატონ მარის გავაგებინო რამენაირად რომ აქ ვარ და ერთი სიტყვით, მეგობრებო, მოკლედ არის ესეთი ვითარება რა. ძალიან გაურკვეველი ვითარება არის, ასე იგი, იქნებიან პატარ-პატარა გაერთიანებული ჯგუფები, იქნებიან პატარ-პატარა გაერთიანებული პოლიტიკური თუ უბრალოდ ისე დაინტერესებული საქართველოს კეთილდღეობით დაინტერესებული ესა თუ ის ჯგუფები. ნუ, მოდი ესე ვთქვათ რა. ესე ვთქვათ, რომ ძალიან დაბნეულ ვითარებაში არის საქართველო, თუმცა საინტერესო ის არის, რომ დიდ ქაოსში, აი როცა ქაოსი უკვე ტრიალებს და პრინციპში აი მე როგორც უწოდებ ხოლმე ფართხალებს ხოლმე, აი ამ ფართხალში მე გამოიკვეთება როგორც დიდი აფეთქების თეორია არსებობს ესეთი, ხო? დიდი აფეთქების თეორია, ბახ, იფეთქა და ყველაფერი გაიშალა. ასევე არის, მეგობრებო, ეხლა ეს ვითარება, როდესაც ჩვენ გადავდივართ, აი ნახეთ 18-დან უკვე 18 თებერვლიდან. თებერვალი არის იანვრიდან მარსი და სატურნი ერთდებიან, გესმის? ან ახლოვდებიან. მარსი და სატურნის შეახლოვება რას გამოიწვევს ახლა ნახეთ. მარსი და მთვარი არიან ახლა შეერთებული და ვენერა და სატურნი ერთდებიან 18-ში. აი ხა რას გამოიწვევს? ვენერა არის სიყვარულის პლანეტა, მშვენიერების პლანეტა, სილამაზის პლანეტა და ესა შემდეგ იცით, რომ ცისკარი არის და სატურნი არის პლანეტა, რომელიც დისციპლინის პლანეტა არის. მოგკითხავს ყველაფერს. აბა რა გააკეთე შენ ცხოვრებაში საინტერესო? თუ ის წრეს დაარტყავს შენს ზოდიაქალურ წრეს და შემოვა ისევ შენს ზოდიაქოში, გეკითხება, აბა, მოიხედავს, რა გაგიკეთებია, რა გისწავლია და ამის მიხედვით შენ ან დაგაჯილდოებს, ან გაგანადგურებს, გესმის? სატურნი ძალიან საინტერესო პლანეტა არის, სხვათა შორის. ხო და
ეს პლანეტები ეხლა აი ამ 18 იანვრიდან უკვე ერთდებიან, გესმით? ანუ ახლოვდებიან და ივლიან რამდენიმე ხანი ერთად. ესე იგი, სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტა და თან დისციპლინის პლანეტა მოივლის მთლიანად დედამიწას. ახლა გამოკითხავს, აბა, ყველა რეგიონს, ყველა ადამიანს, ყველა სულდგუნს რა გააკეთე, რა ისწავლე, რა შექმენი მშვენიერი. იმიტომ რომ სატურნი როგორც ჩანს ახლა ვენერასთან ერთად დამოგზაურობს. მარსთან ერთად აღარ დამოგზაურობს. მარსი არის ომებისა და ასეთი ძალისხმევის პლანეტა, მამაკაცური პლანეტა. ხო და აბა ვნახოთ ჩვენ საქართველოში, როდესაც ჩვენ დაგვიდგება ეს პერიოდი, რას შევთავაზებთ, რა გავაკეთეთ ლამაზი. რას შევთავაზებთ სატურნს და რითი დაგვაჯილდოებს სატურნი, არ გაინტერესებთ? თუ მეგობრებო, სატურნი უკმაყოფილო დარჩა ჩვენი საქმეებით და თქვა რომ აი ესე და ეს არ გაიკეთებიათ კარგად და აი ესე და ეს მე არ მომწონს, всё, დაგვრჩის. მაგრამ მაინც ქალბატონი მარი მინდა რომ დავპატიჟო ეხლა. თუმცა ძალიან გვიჭირვებს ხოლმე Facebook-ი და არ მაპატიჟებინებს ხალხს. თუნდაც აი ეხლა რომ ვეძებ როგორ დამავიწყდა რა. იმდენად გადავერთე. მოდი მეგობრო, უნდა გავთიშო ეს სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ეხლა რო გავაგრძელო საუბარი, შეიძლება მარიმ საერთოდ ვერ ნახოს და გავთიშავ და ისევ ახალ ლაივს ჩავთავ. შევატყობინებ მარის რომ ლაივში ვარ, ხო? ბოდიშით ესე მოხდა რა, რომ ამომივარდა თავიდან, უცბად ამომივარდა თავიდან რატომღაც. აბა, დროებით. ანუ ეხლა გავთიშავ და 5 წუთში ჩავთავ ზუსტად ახალ ლაივს.